ტელეკომპანია გურია TV-ს ეთერში ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. დებატებში სამმა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. გურია TV-ს პირდაპირ ეთერში გამართულ დებატებში მონაწილეობა მაჟორიტარი დეპუტატობის სამმა კვალიფიციურმა სუბიექტმა მიიღო. დავით მამალაძე საქართველოს ლეიბორისტული პარტია, ნინო გოგუაძე უსუფაშვილი რესპუბლიკელები და არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. დებატების ფორმატიდან გამომდინარე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეპასუხათ წამყვანი შეკითხვებისთვის. კანდიდატებმა ასევე ოპონირება გაუწიეს ექსპერტების შენიშვნებს თავიანთი პოლიტიკური პარტიების პროგრამებთან დაკავშირებით. უპასუხეს მაყურებლის შეკითხვებს. სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას საუბრის ძირითადი თემები გახლდათ. შაის კულტურის განვითარება და განათლების ხელმისაწვდომობა ამ მიმართულებით კანდიდატებმა უფრო ვრცლად ისაუბრეს. გადაცემის ბოლოს სტუმრებს ერთმანეთთან შეკითხვის დასმის შესაძლებლობაც მიეცათ. დებატები საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტი რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ განხორციელდა. დებატების შედეგს განსაზღვრავს შემდეგ 8 ოქტომბრის არჩევნები. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი, მე დიდი მადლობელი ვარ მოწვევისათვის და ვფიქრობ, რომ ნაყოფიერად ჩაიარა თქვენმა შეხვედრა. ამ არჩევას არ აინტერესებს ჩვენი დაპირისპირება, ეს არ არის ბრძოლა, ჩვენ არა ვართ ომში, ჩვენი ვალდებულება ამ არჩევას გავაცნოთ ჩვენი გეგმები, ჩვენი პარტიული ხედვები და ჩვენი მიზნები რა გვექნება შემდეგში. ამიტომ ამ ხრივ უფრო და უფრო იმედია დავიხვეწებით, უფრო და უფრო განვითარდებით და საბოლოო ჯამში ხალხს მომასვენებთ იმას, რისი მოსმენაც სჭირდება. მივესალმებით დებატს და აზრთა ჭიდილს, ვინაიდან ეს ეხმარება მოსახლეობას უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. დებატებმა ჩაიარა ძალიან კონსტრუქციულ ვითარებაში და ჩვენ მოვისმინეთ ოპონენტი პარტიების არგუმენტები და კომპონენტები, რომელიც მათ აქვთ პროგრამებში, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დღეს როგორც მე, ასევე დარწმუნებული ვარ ტელემაყურებელი, დარწმუნდა, რომ ქართულ ოცნებას ჩვენს გუნდს ამ არჩევნებში ყავს ყველაზე ძლიერი ლიდერი, ყველაზე ძლიერი გუნდი და ყველაზე ძლიერი პროგრამა.